თბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდ იავნანას საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ცნობილი ნაწარმოებები. პაატა ბურჭულაძე თბილის რამდენიმე საათით ესტუმრა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მუსიკოსებმა. დირიჟორები ნიკოლოზ რაჭველი და ზაზა აზმაიფარაშვილი იყვნენ. აქციაში ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა სოპრანო მიშელ კრაიდერმა. კონცერტის დასასრულს სახლის გასაღები გადაეცა სოციალურად დაუცველ 4 მრავალშვილიან ოჯახს. ასევე სწავლა დაუფინანსდა 22 სტუდენტს. ეს არის საღამო, რომლის მეშვეობითაც კიდევ ერთ ძალიან დიდ სიკეთეს გააკეთებს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას მიიღებს, თუნდაც ერთი SMS-ის გამოგზავნით, ერთი ზარით. ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია წლების განმავლობაში გვერდში უდგას ფონდ იავნანას ღონისძიებებს, მე ყოველთვის განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, როგორც მომღერალი, როდესაც ვარ მათ გვერდით. როგორც ყოველთვის პაატა ბურჭულაძის ფონდი იავნანა გვთავაზობს ყოველთვის ძალიან საინტერესო კონცერტებს. არა მხოლოდ საინტერესოს, არამედ ძალიან სიკეთით სავსე და ყველა ვერთიანდებით ჩვენ მომღერლები, ხელოვანები. მე დღეს შევასრულებ გოგი ცაბაძის სიმღერას, როცა დარჩა ყვავილები ბაღში. ასე რომ დღეს იქნება განსაკუთრებული კარგი საღამო. გუშინ მქონდა სპექტაკლი ვალენსიაში და ხვალ კიდე სპექტაკლი და ესე რომ გამოპარული ვარ რამოდენიმე საათი, უბრალოდ ერთი დღით და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელი საღამო ტარდება. ეს არის მართლა იქნება დაუვიწყარი საღამო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი აქ მოღვაწე და საზოგადოებრივ მოღვაწე უცხოელიც კი მიიღებს მონაწილეობას ამ კონცერტში და ეს იქნება რაღაც სიყვარულის საღამო, იმიტომ იქ შესრულდება ქართველი ნაწარმოებები, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.